მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. ყოველთვის ვამბობ, რომ შოთა რუსთაველის პოემის მთავარი გმირი ტარიელია და ეს უპირველეს ყოვლისა პოემის სათაურიდან ჩანს. მაგრამ ლევან ბერძენიშვილი თავის წიგნში საუბრები ვეფხისტყაოსანზე ამბობს, რომ პოემის სათაურში ერთი კი არა, ორი გმირი ჩანს, ნესტან დარეჯანი და ტარიელი. იმის გამო, რომ პოემაში ვეფხი არის ნესტანის სიმბოლო, ჩვენ შეგვიძლია სათაური ასე წავიკითხოთ. ნესტანი, რომელიც ტარიელს მოსავს. როგორც ბატონ ლევანი ამბობს, სიყვარულზე დაწერილ დიად წიგნებში ხშირად ჩანს ხოლმე მიჯნურთა სახელები. თუ ეს არის აღმოსავლური ლიტერატურა, მაშინ ესეთი სათაური გვაქვს ლეილი და მაჯნუნი. თუ ეს არის დასავლური ლიტერატურა, მაშინ ესეთი სათაური გვაქვს ტრისტანი და იზოლდა, ან რომეო და ჯულიეტა. და როგორც ბატონ ლევანი ამბობს, თუ ვეფხისტყაოსნის სათაური დაიწერებოდა აღმოსავლურ ყაიდაზე, მაშინ მისი დასახელება იქნებოდა ნესტან დარეჯანი და ტარიელი და თუ დასავლურ ყაიდაზე დაიწერებოდა სათაური, მაშინ მისი დასახელება იქნებოდა ტარიელი და ნესტან დარეჯანი. მაგრამ როგორც ხედავთ, პოემას ჰქვია ვეფხისტყაოსანი, ესე იგი ქალი, რომელიც ჭაბუკს მოსავს. ლევან ბერძენიშვილის აზრით ლოგიკური არის სათაურში ნესტანის ხსენება, იმიტომ რომ ნესტან დარეჯანი არის პოემის უზარმაზარი სამყაროს ცენტრი და ღერძი, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსნის თითოეული მოქმედების დამწყები და ინიციატორი სწორედ ნესტან დარეჯანი არისო. მოდი ჩვენც დავიწყოთ თავიდან. ნესტან დარეჯანი არის ინდოეთის მეფის ფარსადანის ერთადერთი შვილი, ერთადერთი ასული, ნანატრი, ქორწინებიდან წლების შემდეგ შეძენილი. და როდესაც უნდა შვილი შესძენოდა ფარსადანს, მთელი ინდოეთი მათთან ერთად იყო, მთელი ინდოეთი ზეიმობდა, წიგნი წიგნს ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული მოციქულსა, ინდოეთი სრულად ცნობდა. მეფე უძვირფასეს საუნჯედ მიიჩნევს თავის მზისა და მთვარის მსგავს ასულს, უფრთხილდება როგორც უძვირფასეს საუნჯეს და ამიტომ მას აუგებს კოშკს და ამ კოშკში გამოკეტავს 7 წლის ასაკიდან და მიუჩენს აღმზრდელად ქაჯეთში განბრძნობილ მამიდას, ანუ თავის დას დავარს. სწორედ დავარის თვალწინ იზრდება ნესტანი, რომლის სამყარო წლების განმავლობაში ამოიწურება ამ კოშკით და ბაღჩით და სწორედ ამ კოშკში შეიძენს ნესტანი თავის უმთავრეს თვისებას, ეს არის თავისუფლების სიყვარული. და ვეფხისტყაოსნის მთელი სიუჟეტის მანძილზე მთავარი, რასაც ნესტანი აკეთებს, ეს არის ცდილობა, რომ გაიქცეს დახშული სივრციდან. თავდაპირველად მხოლოდ მამის ტყვეა, ეს სიტყვა ტყვე შეგვიძლია ბრჭყალებში ჩავწეროთ რასაკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ გამოდის კოშკიდან. შემდეგ დავარი მას კიდობაში ჩასვავს და ზანგმონებს გაატანს და მერე უკვე აი ამ მონების ტყვე ხდება. შემდეგ ხდება ფატმანის ტყვე, აქაც შეგვიძლია ტყვე ვიხმაროთ ბრჭყალებში, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვერავის ვერ ეჩვენება და დამალულია ისევ ყველასგან. და შემდეგ ხდება მელიქსურხავის ტყვე, ერთი ოთახი აქვს და წინ 9 მცველი ეღობება მის თავისუფლებას და ბოლოს ქაჯეთის ტყვე არის, სადაც ერთ სენაკში ზის და ათასობით მცველი იცავს მას, რომ არ გაიქცეს არსად და არ დატოვოს ეს სენაკი. ერთი კი არის, რომ ნესტანის მშვენება და მისი ქცევა მის ყველა შემდეგ მფლობელს აიძულებს, რომ თაყვანისცენ ნესტანს აი ამ საუნჯეს და ყველაზე მდაბიონიც კი მათ შორის დავარის მონები ხანდახან ხსნიან ამ კიდობას და ამოიყვანენ ნესტანს და ათავისუფლებენ მას ამ მძიმე ტყვეობიდან. მელიქსურხავი მაგალითად მამაშვილ გზნობებს იჩენს მის მიმართ, შემოსავს, ტკბილ სიტყვას არ მოაკლებს, ოქროს ტახტზე დასვამს და რაც შეეხება ფატმანს, ფატმანი იმდენად მზრუნველი არის ნესტანის მიმართ, რომ პოემის ბოლოს ნესტანი მას დედისამჯობ დედას უწოდებს. და ამგვარ პირობებში ინდოეთის მეფის ასული არასდროს არ კარგავს თავისუფლების წყურვილს
და არასდროს არ უქრება მას პროტესტის გრძნობა იმის გამო, რომ არ არის იქ, სადაც უნდა იყოს. და არ არსებობს არავითარი რაც მას აცდუნებს, არ არსებობს არავითარი დაპირება, რომელიც მას დაავიწყებს ლტოლვას თავის მიჯნურის მიმართ, რომელიც სადღაც დატოვა სხვაგან ძალიან შორს და რომლის მიმართ ლტოლვაც ფაქტობრივად უიმედო ლტოლვაა, მაგრამ ნესტანი ამითი არის მოცული ყოველთვის. და იმის გამო, რომ ნესტანი არ ეგუება და აპროტესტებს ამ თავის ყოფას ყოველჯერზე, ის სულ მუდამ იბრძვის თავისუფლებისთვის. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ამას როგორ აკეთებს, ზოგჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ბოლოს ვხედავთ შედეგს, რომ ის არავის არასდროს და არსად არ ნებდება. ყოველი ბოროტების სათავე ნესტან დარეჯანისთვის არის გზა. თავიდან ეს ნავი კიდობნით წლების განმავლობაში ზღვას სერავს, შემდეგ გზაზე ხვდება ნესტანი, როდესაც მელიქ-სურხავის სახლიდან გამოიქცევა და იქაც შეიპყრობენ და ისევ გზა უმტყუნებს და ჩაუქრობს იმედის ნაპერტკალს. ერთი რაც ნესტანს ახასიათებს ის არის, რომ დროს არასდროს არ ითვლის. იმიტომ რომ არაფერს მომავლისგან კარგს არ ელოდება და მისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი დრო. ინდოეთიდან გამოძევების შემდეგ მისი გზა გადის სამ სხვადასხვა სივრცეზე. ერთი ეს არის ზღვა, მეორე ეს არის ზღვათა სამეფო და მესამე ეს არის ქაჯეთის ციხე და სამივე სივრცე მისთვის არის ფაქტობრივად სიკვდილმისჯილის საპრობილე, იმიტომ რომ არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ნესტანი აქედან ცოცხალი გააღწევს, მაგრამ ამ რეალობაში მისი შინაგანი დრო რომ არსებობს, ამას ჩვენ პოემის ბოლოს გავიგებთ, მაგრამ რეალური დრო მისთვის ნამდვილად კარგავს მნიშვნელობას და ნესტანის ქცევით გაოცებული მელიქ-სურხავის ზღვათა მეფე თავის ორ ეჭვს უპირისპირებს ერთმანეთს, ან ასე არის, ან ისეო და მე ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ორი ეჭვი კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ნესტანში ეს ორივე თან ხვდება. აი რას ამბობს მელიქ-სურხავი მასზე, ან ვისიმე მიჯნურია საყვარელი ეგონების, მისგან კიდე არ ვისაც ცალს, არცაღა ვის ეუბნების, ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად ვხედი, არცა ლხინილხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი, ვით ზღაპარი ასე ესმის უბედობა თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვით ატრედი. ესე იგი რას ამბობს, რომ ან მიჯნურია და მუდმივად თავის მიჯნურზე ფიქრობსო, ან ისეთი ბრძენია, რომ ამ ცხოვრებას ზემოდან უყურებს და არც ჭირი და ლხინი გაარჩევა ერთმანეთისგან და არც ბედი და უბედობაო. და ამ ორივე მოსაზრებას ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილი ნესტანის წერილი ადასტურებს, სადაც პირველად ისმის ნესტანის შინაგანი ხმა. თუმცა მანამდე მინდა რომ იმ ეპიზოდს დავუბრუნდეთ, როდესაც დავარი ნესტანს გაატანს ქაჯმონებს და ეტყვის, რომ გადაკარგეთო იქ, სადაც ზღვის ჭიპი არისო. მითო-პოეტურ აზროვნებაში ზღვა და მდგარი წყალი ეს არის ქაჯეთის საუფლო, იქ სადაც გველეშაპი ბინადრობს, გველეშაპის საბინადრო და ზღვის ჭიპი არის ქაოსის გულის გული. ფაქტობრივად დავარი ნესტანს გაწირავს სასიკვდილოდ და ეუბნება ამ მონებს, რომ არასდროს არ ნახოსო წმიდა წყალიო, რა არის წმიდა წყალი? ეს არის მდინარი წყალი, მოძრავი წყალი, შეიძლება იყოს ნაკადული, შეიძლება იყოს მდინარე და აი ამას ამბობს, რომ ზღვიდან არასდროს არ გამოვიდესო. და სიუჟეტის მიხედვით ამის შემდეგ ნესტანის სიკვდილს გადაურჩა სრულიად შემთხვევით, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში ვეფხისტყაოსნიდან, ფატმანმა გამოიხსნა, როდესაც ზანგვა მონებმა ნავი მოაცურეს გულანშაროს ნაპირთან, არ გაითვალისწინეს დავარის ბრძანება, ასე ვთქვათ, და ნესტანი კიდობნიდან ამოსვეს, თან აქეთ-იქით იყურებოდნენ, რომ ვინმე ხო არ გხედავსო, მაგრამ სინამდვილეში ფატმანი მათ ფანჯრიდან უყურებდა და თავის მონებს გაათავისუფლებინა ეს რაღაც მზე საოცარი, რომელიც კიდობნიდან ანათებდა და
იმის მიუხედავად რომ განცდა გვაქვს რომ შემთხვევით გადარჩა ნესტანი და პრინციპში შოთა რუსთაველიც ამას გვეუბნება რომ იმ შემთხვევაში ფატმანი სახლში იყო სრულიად შემთხვევით წინამდვილეში არის ერთი მინიშნება რომელიც გვეუბნება რომ ამ ზღვის ქაოსიდან ნესტანი გამოვიდოდა ცოცხალი და სახსალამათი ეს მინიშნება რა თქმა უნდა კიდობანია ბიბლიური ნოეს კიდობნიდან მოყოლებული დღემდე ნებისმიერ მხატვრულ ტექსტში კიდობნის ხსენება ნიშნავს იმას რომ ეს არის გადარჩენის სიმბოლო და ამიტომ როდესაც თავიდანვე ვიგებთ რომ კიდობანში ჩასვეს ნესტანი რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას რომ ზღვის ქაოსის გადაურჩება ცოცხალი სწორედ იმიტომ რომ კიდობანში ზის კიდევ ერთხელ და სხვა კიდობანი არის ნახსენები ვეფხისტყაოსანში პარამ აქვე ვიტყვი ის აბჯარი და იარაღი რომლითაც ტარიელი ავთანდილი და ფრიდონი ქაჯეთის ციხეში იბრძვიან ნაპოვნი არის დევების გამოქვაბულში სადღაც გამოქვაბულის სიღრმეში იქ დგას კიდობანი და აი იმ კიდობანში დევს ეს აბჯარი და იარაღი და მაშინაც როგორც კი კიდობანს წავიკითხავთ ცხადი უნდა იყოს ჩვენთვის რომ რაკიღა ეს საბრძოლო იარაღი არის კიდობნიდან ამოღებული ესე იგი ეს ბრძოლა დამთავრდება გმირების გამარჯვებით და ისინი იქნებიან ცოცხლები და უვნებლები ამ ბრძოლის შემდეგ ადრეც თქვი რომ ინდოეთიდან გამოძევების შემდეგ ნესტანის თავგადასავალი ვეფხისტყაოსანში არის აღწერილი ფრაგმენტულად ავთანდილის ცნობიერებაში გროვდება ეს ფრაგმენტები, მაგრამ ფრაგმენტები დალაგებულია ძალიან მოწესრიგებულად და ჩვენ ფაქტობრივად თანმიმდევრულად ვიგებთ სად არის ნესტანი, ვინ პატრონობს მას ამ შემთხვევაში, ვის ხელშია ჩავარდნილი, რა საფრთხე ემუქრება, მაგრამ თვითონ ნესტანის ხმა მთელი პოემის განმავლობაში არსად არ ისმის, გარდა ორი შემთხვევისა, მინდა რომ ეს ორივე შემთხვევა ახლა გიამბოთ. ერთხელ, როდესაც ფატმანი ხდება იძულებული, რომ დათმოს ნესტანი და მელიქ-სურხავს, ანუ მეფეს, სხვათა მეფეს გაუგზავნოს, პირის ძალიან განიცდის ამ ამბავს, საკუთარ თავს ადანაშაულებს, რომ ესე მოხდა და მაშინ მას ფატმანი უკაცრავად მაშინ მას ნესტანი დაამშვიდებს და ეტყვის უბედო ბედი ჩემზე და მიწყივა ავისამქნელია, კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო. აი ეს არის ერთი შემთხვევა, როცა პირველად ამდენი წლის შემდეგ ნესტანი ხმას ამოიღებს და მეორე, რაც აღწერილი არის ვეფხისტყაოსანში, ეს არის ის, რომ როდესაც მელიქ-სურხავის სასახლიდან გამოქცეული ნესტანი აღიჭურვება მამაკაცის სამოსელი და მხედარია ცხენზე ზის და მიდის თავისუფლებისკენ, აი მას გზაში შეხვდებიან ქაჯები, არ იცის ვინ არიან, მაგრამ თვითონ მიმართავს მათ და ეუბნება ვინ ხართ ცხენოსანო გულანშაროდან ქაჯეთში მივდივარ მოციქული ვარო ქაჯეთის ხსენებით შეშინება უნდოდა ეტყობა ამ ადამიანების მაგრამ როგორ წამში მიხვდებიან რომ არც მონა არ არის მზესავით ანათებს და არც მხედარი არ არის ქალია შეიპყრობენ და მართლაც ქაჯეთის გზას გაუყენებენ მაგრამ როცა ამ ეპიზოდს მკითხულობ ყოველთვის მახსენდება ავთანდილის სამწლიანი მოგზაურობა უცხო მოყმის მოსაძებნად და როდესაც მას უდაბურ ადგილას შემოხვდებიან უცხო ადამიანები 6 მამაკაცი ის თვითონ გაემართება მათკენ და ეუბნება რომ ვინახავთ უყივლად უძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსენ ეს არის რაინდის წესი რომ ის არავის არ უშინდება ის თვითონ პირდაპირ პირველი მიდის კონტაქტზე სხვა ადამიანებთან და ასე რაინდის წესით იქცევა ნესტანიც და რაც მთავარია ამ ეპიზოდში ჩვენ ვიგებთ რომ აი მისი მებრძოლი ბუნება ამდენი ტანჯვის მიუხედავად საერთოდ არ შეცვლილა როგორც უკვე ვთქვი ნესტანის შინაგანი ხმა პირველად და თანაც მთელი ძალით ისმის ქაჯეთის ციხიდან ტარიელისთვის გამოგზავნილ წერილში. ამ წერილში ერთმანეთის გვერდით არის
სოფლის სამდურავი, სატრფოსთან განშორებით გამოწვეული ტანჯვა, ღმერთის დიდება იმის გამო, რომ თურმე ტარიელი ცოცხალი არის, ვედრება და მუდარა, რომ არ მოვიდეს ტარიელი ხაჯებთან შესაბმელად და არ ცადოს მისი გამოხსნა, ფიცი, რომ ნესტანი თავს მოიკლავს და სხვისი არასდროს არ გახდება, თხოვნა, რომ ტარიელი ინდოეთში დაბრუნდეს და თავის სამშობლოს და ნესტანის მშობლებს უპატრონოს. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად წერილში გვხვდება ქაჯეთის ციხის აღწერა და ეს არის როგორც სწორი და საჭირო გეგმის გადაცემა მებრძოლი მხარისთვის ბრძოლის წინ და სწორედ აქედან ჩანს და ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ ამ წერილში არის სასოწარკვეთაც და იმედიც, აქ არის სიკვდილისთვის მზაობაც და სიცოცხლისკენ სწრაფვაც და რაც მთავარია, აქ ამ წერილში უკვე ჩანს მრავალტანჯული ადამიანის სიბრძნე. ქაჯეთის ციხეში გამომწყეული ნესტანდარეჯანი უკვე ნამდვილად აღარ გავს ინდოეთის მეფის ახალგაზრდა ასულს, რომელიც ცხოვრობდა იმპულსებით, რომელიც განრისხების ჟამს ვეფხსგავდა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იოლად უყურებდა სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. მეცნიერები დღემდე ვერ თახვდებიან, იზიარებს თუ არა შოთა რუსთაველი ნესტანის შეფასებას, როდესაც ის ხვარაზმჯახის შვილის მკვლელობას მართალ-სამართალს ადარებს. ესე იგი გამოდის, რომ ნესტანი ამბობს, რომ ის იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი იმ შემთხვევაში და ჩვენ არ ვიცით მიიჩნევს თუ არა ასეთად რუსთაველი ხვარაზმჯახის შვილის მოკლას, მაგრამ ამას კი ვხედავთ, რომ პოემის მთელი სიუჟეტის განმავლობაში ამ ამბის შემდეგ ნესტანიც იტანჯება და ტარიელიც იტანჯება, ორივე თავ-თავის გზას გადის და ორივე გადის ტანჯვით ახსავსე გზას და სწავლულები იმაზე კი თანხმდებიან, რომ სწორედ ნესტანის წერილში ჩანს ჩადენილის ღრმა გააზრება და ასევე ღრმა სინანული. ეხლა მინდა ორი სტრიქონი წაგიკითხოთ ნესტანის წერილიდან, რომელიც ზუსტად ამ ამბავს ეხება. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმასა ჩივარად, ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად. აი სამართალი მართალი აქიჩენს თავს კიდევ ერთხელ, სულ ორჯერ არის ეს სიტყვათა შეთანხმება პოემაში ნახმარი. პირველი სტრიქონი არის გასაგები, ჩემს ბედზე რაც ვიჩივლეო საკმარისი არისო და მეორე სტრიქონს კიდევ ერთხელ წაგიკითხავ და მე მინდა წაგიკითხოთ ბატონი ზურაბ კიკნაძის წიგნიდან განმარტება ამ სტრიქონის. ნახეთ ესეც სტრიქონია, ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად და აი თავის წიგნში ცეცხლი და ბურუსი ციტატას წაგიკითხავთ ამ წიგნიდან, რას წერს ზურაბ კიკნაძე. ვერ ვიტყვით, რომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებია. ის კი ცხადია, რომ ამ სიტყვებში მართალი სამართალი იურიდიული სფეროდან გულის განცდის სფეროში ინაცვლებს. ნესტანი თითქოს სატრფოს ეუბნება, აჰა, გაიგე რა ყოფილა მართალი სამართალი, ეს გულთა ერთობა ყოფილა, რომელიც არ საჭიროებს რაიმე ქმედებას, რაიმე გარეშე ძალას. აქ ციტატა სრულდება. ჩვენც რა თქმა უნდა დავეთანხმოთ ამ მოსაზრებას, რომ ბოლომდე გასაგები არ არის აი ამ მართალი სამართლის მეორედ ხსენებაში, რას გულისხმობს ნესტანი. მე ყოველ შემთხვევაში ამის განმარტება ახლა არ შემიძლია უკეთესად, ვიდრე წაგიკითხეთ, ხო? მაგრამ ის რაც ნათლად ჩანს ნესტანის წერილში, როგორც მის მიერ განვლილი აი ამ ტანჯული გზის შედეგი, ხო? ეს არის სატრფოს მშობლების და სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობა, რაც ადრე არ ჩანდა და ასევე სიცოცხლის დაფასება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს სიკვდილისთვის მზაობა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის იმპულსური მზაობა სიკვდილისთვის, არამედ ეს არის გააზრებული, ძალიან გააზრებული მზაობა, რომ ნესტანს შეიძლება არაფერი აღარ დარჩეს იმის გარდა, რომ მოკვდეს და
იქ შეხვდეს სხვა სამყაროში თავის სატრფოს. მაგრამ როდესაც ტარიელი ქაჯეთის ციხის გვირაბს შელეწს მარტო და გვირაბის შესახებ მე გიამბობთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ანუ გვირაბის შელეწვა ნიშნავს, რომ ნესტანის ტანჯვა არის დასრულებული, ნესტანთან მისასვლელი გზა არის თავისუფალი და შემდეგ უკვე ნესტანი და ტარიელი როგორ ხვდებიან ერთმანეთს, ამას რუსთაველი ჩვენ გვიამბობს ავთანდილის და ფრიდონის თვალით, რომლებიც შემდეგ შევლენ უკვე ამ გათავისუფლებულ გვირაბში და ესე აღგვიწერს. ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა. ამ მეტაფორასაც რა თქმა უნდა მითოსი გვიხსნის, მთვარეს გველეშაპი ყლაპავს და იმის შემდეგ რაც მზე გველეშაპს დაამარცხებს, მას ესე იგი ყელიდან ამოუგდებს მთვარეს. და დღევანდელი გადაცემა მინდა ისევ ლევან ბერძენიშვილის ციტატით დავასრულო, როცა მზე შეხვდა მთვარეს, ესე იგი როდესაც ტარიელი შეხვდა ნესტანს. ეს ის ადგილია, სადაც ძველ სამყაროში დედამიწა შეიქმნა. დედამიწა ხომ მზისა და მთვარის ქორწინების შედეგია. აქ ციტატა მთავრდება. ეს მეტაფორა მზისა და მთვარის შეყრა ლოგიკურად ასრულებს ტარიელის და ნესტანის მიერ გავლილ აი ამ ტანჯულ გზას, მათ განცდებს, მათ შინაგან ცხოვრებას და რაც მთავარია, მათ ღვაწლს ახალი სამყაროს მიმართ, რომელიც სწორედ აი მათი შეხვედრით იბადება. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგები იყო, რაც ნესტანის შესახებ გიამბეთ. არ გულისხმობ იმ ფრაგმენტს, რა თქმა უნდა, რომელზეც მე თვითონვე ვთქვი, რომ სწავლულები ამბობენ, რომ ეს გაუგებარია, არ არის ბოლომდე ახსნილი, ნესტანი ინანიებს თუ არა ხვარավშახის ძის სიკვდილს. პირდაპირ ამას არც ნესტანი და არც ტარიელი არსად არ ამბობენ, მაგრამ ამბობენ ისე, როგორც დაწერა ვეფხისტყაოსნის ავტორმა. ხო და ვფიქრობ, რომ ამის გარდა ყველაფერი გიამბეთ, რაც კი ნესტან დარეჯანის შესახებ შემეძლო მეთქვა და იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ნესტან დარეჯანი ჩემთვის არის პოემის ყველაზე იდუმალი გმირი და ის არის უკარება გმირი არა მხოლოდ პოემის პერსონაჟებისთვის, ვისაც მასთან აქვს ურთიერთობა პოემის სიუჟეტში, არამედ მკითხველისთვისაც ერთგვარად უკარება გმირი არის და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენი ინტერესიც ნესტან დარეჯანთან დაკავშირებით ბოლომდე ვერ დავაკმაყოფილე, ვერ ამოვწურე. შესაძლოა ვიცი, ერთი რამ ვიცი, რომ ახლა მე-10 კლასში სკოლებში სწორედ ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ვეფხისტყაოსანს სწავლობენ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ მასწავლებლები გამომეხმაურებოდნენ და მომწერდნენ რაიმე მნიშვნელოვანს, რაც მე გამომრჩა. ან ისიც საინტერესო იქნებოდა თუ მომწერდნენ ზოგადად რამდენად სასარგებლოა მათთვის ის, რაზეც მე აი ამ ვეფხისტყაოსნის პოდკასტში ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, შენიშვნებსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გავიაზრებ და გავითვალისწინებ რიგ შემთხვევაში. ეხლა მინდა შემდეგ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობოთ და დაგიტოვოთ ტრადიციული თხოვნა, რომ გამოიწეროთ ჩვენი ანუ ზღარბის არხი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.